ჩვენ ახლა ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში ვიმყოფებით, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ჩასახლება, სადაც ახალგაზრდული კლუბები იქნება. დემოკრატიის პრინციპებს გორის რაიონის მასშტაბით სულ 6 ჩასახლებაში ეცნობიან ახალგაზრდები. მოდით ერთად ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს ეს ტრენინგები სათემო ცენტრში. დემოკრატიის ახალგაზრდული კლუბები დევნილთა ჩასახლებებში ასე ქვია პროექტს, რომელსაც გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ერთ-ერთი ჯგუფი ახორციელებს. 6 საინტერესო თემა, 6 ჩასახლება და აქტიურობით გამორჩეული დევნილი ახალგაზრდები. სალექციო ნაწილს ჯგუფური მუშაობა და სავარჯიშოები ენაცვლება. კლუბის წევრები ტრენერებისგან თემის ირგვლივ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებს ეცნობიან და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში საკუთარ აზრსაც თამამად გამოთქვამენ. დღეს ბერბუკის ჩასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ტრენინგი 3 თემაზე ჩატარდა. გენდერი და პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოება, კონფლიქტები და სახალხო დიპლომატია. თითოეულ მათგანზე ლიახვის ხეობიდან დევნილმა ახალგაზრდებმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატეს. აქედან ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიგო და ბავშვებს ჩაგესახა იმისული, რომ ჩვენ გავაკეთოთ რაიმე პროექტები, რომელიც ჩვენს ხელთ არის. ანუ ძალიან ერთობაშია მართლაც და ყველაფერი რაც გვინდა რომ გავაკეთოთ, შესაძლებელია რომ რეალურად ვაქციოთ ის, რაც ადრე შესაძლებელი იყო ვერ გავაკეთებინა. ასე რომ ჩვენი მიზანი ამ შემდგომ ჩამოვყალიბოთ ჯგუფი, რომელიც განახორციელებს რამდენიმე პროექტს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მეგონა რომ მარტო ჩემს არაფერი არ მოხდება და რაღაც უნიშნულო წვლილი ყოფილა, მაგრამ ყველას ეკუთვნის ძალიან დიდი ზიანს მიაყენებს ზოგადად საზოგადოებას. დიდი წვლილი ეკუთვნის ახალგაზრდებს შეგვიძლია რომ ეს პროექტები ჩვენი წყალობითაც აღმოიფხვრეს. ტრენერების შეფასებით ახალგაზრდები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით ინფორმაციებს არ ფლობდნენ. პროექტის წარმომადგენლები მათ გააქტიურებისკენ მოუწოდებდნენ. გენდერთან დაკავშირებით ნაკლებად ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა ბოლოს ჩაერთნენ ბავშვები კარგად და აქტიურად განიხილეს გენდერი და პოლიტიკა. ისაუბრეს იმაზე, რატო უნდა იყოს ქალი ჩართული ქართულ პოლიტიკაში და რა შეიცვლება დემოკრატიული თვალსაზრისით ამით. დღევანდელ ტრენინგს გორის დემოკრატიის სკოლის დირექტორი და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ. დევნილი ახალგაზრდებისთვის ბევრად მნიშვნელოვანია ეს პროექტებში მონაწილეობის მიღება, რადგან ამათ არასოდეს არ ქონიათ ასეთ სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის უფლებაც კი არათუ სურვილი და ამ სურვილის გამოხატვა და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთობა ასეთ პროექტებში, მით უმეტეს დევნილები, ეს ახალგაზრდები იქნებიან თუ ზრდასრული ასაკის ხალხი, კარგი იქნება მათი სამოქალაქო განათლებისათვის და მათი ჩართულობისათვის ქვეყნის ცხოვრებაში. იცავს იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელმაც ყველაზე მეტად იწუნია, ასე ვთქვათ, გივილი არადემოკრატიული რეჟიმებისგან. და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თვითონ დევნილებისთვის, თუ მომზადებულები რო იყვნენ, უკეთ რო იყვნენ ჩართულები, იმ მიმართულებით, იმ თვალსაზრისით განათლების მიღება, თუ რა არის კარგი, რა უნდა ვიცოდეთ დემოკრატიულ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის. პროექტი სამთვიანია და მისი მთავარი მიზანი სწორედ დევნილი ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართვაა საზოგადოებრივ პროცესებში. და კიდევ ერთი დეტალი, კლუბის წევრი ახალგაზრდები სპეციალურად მათთვის გამოცხადებულ კონკურსშიც იღებენ მონაწილეობას გორის რაიონის მასშტაბით არსებულ 6 დევნილთა ჩასახლებაში. მაისის ბოლოს შერჩეული 20 მონაწილე საქართველოს პარლამენტს დაათვალიერებს. მათ საშუალება ექნებათ საინტერესო და აქტუალურ თემებზე პარლამენტარებს პირადად ესაუბრონ.